მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 28 მაისია 2016 წელი და ჩვენ დიდი ხანი არ გვისაუბრია ერთმანეთთან. ასეთი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული რაღაც გარკვეული პერიოდი შეგვესვენა, მაგრამ თემები ისე რა თქმა უნდა აქტუალურია და მე მაინტერესებს თქვენთან საუბარი, თქვენი აზრები, თქვენი მოსაზრებები, თქვენი ანალიზი. ყველა თქვენთაგანის, იმიტომ რომ ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ, ერთ საზოგადოებაში გვიწევს ცხოვრება. და რა თქმა უნდა, ყველა აზრი და მოსაზრება არის გასათვალისწინებელი და საინტერესო. შეიძლება მავალმა თქვას, რომ ამადა იმ პიროვნების მოსაზრება რამდენად შეიძლება იყოს გათვალისწინებული, მაგრამ დამეწმუნეთ, რომ ყველა ჩვენთაგან გვაქვს ჩვენი მოსაზრება და ყველა ადამიანი არის საინტერესო. და ამიტომ ყველას უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოთქვას თავისი აზრი და ისაუბროს. თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო გარკვეულ თემებთან, რომელიც ამ ერთი თვის მანძილზე, თვენახევრის მანძილზე დაგროვდა და გამოვთქვა ჩემი მოსაზრება და რა თქმა უნდა თქვენს ამასთან დაკავშირებით გამოთქვა თქვენს მოსაზრებას და მომწერთ Facebook-ში და სხვადასხვა ინტერნეტ საშუალებებით თუ რას ემხრობით და ან რას არ ემხრობით. პირველი მინდა ჩამოვწვით სამ თემას, რა თქმა უნდა, და მე დავიწყოთ ესე ვთქვათ ამის ყველაფრის ანალიზის გაკეთება. პირველი არის დიასპორის მინისტრზე თავდასხმა. თითქოს და მან გალანძღა ემიგრაცია. მეორე არის ჩემი მეგობრის ბატონი თამაზ მეჭიაურის მოსაზრებას და თავის გამოთქმებს, რასაც ამ ცირე ხნის განმავლობაში ის იძახდა და იძახის და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყო ცნებიდან. და მესამე არის დიასპორის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მეორე ემიგრაციული ყრილობა, სადაც ბატონმა კვირიკაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა თავისი მოსაზრებები. პირველი დავიწყოთ, რაც შეეხება დიასპორის მინისტრზე თავდასხმა. მე არ მგონია, რომ სწორი იყო ეს თავდასხმა. მე არ მინდა გამოვიდე იმით, რომ ესე იგი დავიცვა და ადვოკატი ვიყო. მას არ სჭირდება ჩემი ადვოკატობა. მე მგონი თქვენ ყველამ ხედავთ, რომ ის საკმაოდ განათლებული არც ვიცი, რომ მე არ შეუხვედრი ვარ იმას, რომ გითხრათ ამ პიროვნებას. აქაც რო იყო ჩამოსული თესალონიკში, მე არ მომიხდა მასთან შეხვედრა. და ხელიც არ ჩავამოვიტმევია, როგორ გითხრათ, მაგრამ მე საუბრობ ესე იგი ასეთ როგორი თავდასხმა მოხდა ამ პიროვნების მიმართ და ეს იყო მე მგონი არასწორი, არანაირად სწორი იყო, ესე იგი, მან არ თქვა ისეთი, მე წავიკითხე შემდეგში Facebook-ში იყო ესე იგი მაგ ინტერვიუ დადებული. წავიკითხე და მე ვერ ნახე, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ისეთი აღმაშფოთებელი და ხარიქა ისეთი, რომ ხალხი ატყდა ისტერიკებში ჩავარდა, რა ქვია ესე იგი
როგორ გვაკადრა ესეთი რაღაცა, ესე იგი ემიგრაციასო. რა თქვა იმ ადამიანმა თქვა ის, რომ ძიმეთ ცხოვრობენ ემიგრაციაში, რაშიც დამეთანხმებით მე მგონი ყველა. განიცდიან ძალიან დიდ დატვირთვას ყველანაირს და ზეწოლას განიცდიან. ისევე როგორც ფიზიკურ შრომას, ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. და თუ უღით, ესე იგი, ამ ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ცოტა ზედმეტი რაღაც კაპიკები აიღონ, როდესაც შეიძლება უფრო ნაკლები შრომით რაღაც, შეიძლება უფრო ნაკლები ანაზღაურებაც აიღოს. სამშობლოში, საქართველოში და ნაკლები ზეწოლა გქონდეს უფრო ემიგრაცია. შეიძლება არის სამი შესაძლებლობა, თუ სწორედ დაგეგმავს ადამიანი და მოითმეს. სხვათა შორის ეს არ თქვა მარტო დიასპორის მინისტრმა, ეს თქვა ილია მეორემაც თავის ეპისტოლეში. დრამის ილია მეორეც ასე ვთქვათ გამოლანძღეს. ესეთი მიდგომები ძალიან არასწორია. ემოციებზე დაყრდნობით. უნდა ვისწავლოთ ჩვენ საუბარი დიალოგი და ერთმანეთს ავეჭიმოთ და ძალიან ბევრს ვეჭიმებით. წლების განმავლობაში ვეჭიმებით ერთმანეთს და სადამდე მივიყვანეთ ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ვხედავთ, სახეზე გვაქვს. და ამიტომ უფრო მე მგონი ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და დავიცვათ უფრო ერთმანეთი. და თუ ვინმე იქცევა ამორალურად და არაზნეობრივად, მაშინ საზოგადოებამ ამას პასუხი უნდა გასცეს. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა დიასპორის მინისტრზე. მეორე თემა არის, როგორც გითხარით, ჩემი მეგობრის თამაზ მეჭიაურის თემა, რომელიც წამოვიდა ოცნებიდან, პარტია ოცნებიდან. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მასზე მოხდა ზეწოლა სხვადასხვა ძალების. აქ ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ მინდა დავიცვა ბატონი თამაზ მეჭიაური. პირველ რიგში ჩემი მეგობარია და თქმა უნდა მე ვიზიარებ მის შეხედულებებს. მან თქვა ის, რომ საჭიროა უბრალოდ რუსეთთან დავიწყოთ დიალოგი და ამაზე ატეხეს შფოთი და ვაი უშველებელი. და მიაღებინეს გადაწყვეტილება წამოსულიყო ესე იგი ოცნებიდან. მე მინდა გაგახსენოთ უბრალოდ ერთი ამბავი. შეიძლება ამას რასაც ვიტყვი ახლა, ხო? ძალიან ბევრი მოწინააღმდეგეები გამოუჩნდეს და ჩემი სამართლით შეიძლება წამოვიდეს ისედაც ბევრი ტალახი იყო წამოსული და იარლიხები იყო ადრეც წამოსული და ეხლაც წამოვა, რა თქმა უნდა, რომ ეს ისტერიკა, რომ ანტირუსული, ანტიიმპერიული, რომ ვინც გაბედავს და იტყვის, რომ საჭიროა ერთ ქვეყანასთან, მეორე ქვეყანასთან, მესამე ქვეყანასთან, საჭიროა დიალოგი. თუ ვინმე იტყვის, უცბად იარლიყების მიწებება, ეს უნდა დამთავრდეს რაღაც მომენტში. ჯერით საერთოდ არ იყო საჭირო ასეთი ისტერიკა ამწყდარიყო და ეს დაწყებული არის
მე ადრეც მithქვია ჩემ გამოსვლაში, რომ მაგ მომენტში 88 წელში მსახურობდი CSKA-ში, ვიყავი მოსკოვში შეკრებაზე და როგორც ანახა ვრემიამ, რომ ესე იგი თბილისში დაიწყო ასეთი გამოსვლები და უნდა თქვათ ის დამოუკიდებლობა ის რაღაც დამოუკიდებლობა გასაგებია, დამოუკიდებლობა გვინდოდა რაღაცა ჩვენიერი რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ჩვენ შევებრძოლოთ რუსეთის იმპერიას, ხო? და დავშალოთ და გაიხსენეთ ძალიან კარგად, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსები, ჩვენი პოლიტიკოსები და რა თქმა უნდა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს და ზემოქმედება მოახდინეს საზოგადოებაზე, რომ ამაზე ეოცნებათ, რომ რუსეთის იმპერიის დაშლაზე. მაგრამ ერთი რამ ავიწყნებათ, რომ სანამ რუსეთის იმპერია დაიშლება, ხო? ჩვენ შეიძლება 100 ჯერ დავიშალოთ და შეიძლება გავქრეთ კიდევაც. ჩვენ გვიღის ახლა ამაზე ოცნება? როდის დაიშლება ის და უღიზიანოთ და უჩხვლიტოთ და ჰარიქა გავაღიზიანოთ. ჩვენ ინტერესებში ეს არ შედის. ჩვენ გვაქვს უნდა გქონდეს ჩვენი გეგმა, ჩვენი მიზნები და თავარი და უმთავრესი ჩვენი მიზნები უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კეთილდღეობას, ქართული ხალხის კეთილდღეობას, მის სოციალურ პირობებს, მის სოციალურ პირობების ამაღლებას. მაგრამ ეს ხო ნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები არ ემსახურებოდნენ წლების განმავლობაში ამას. ჩვენ რო ყოფილიყავით პატრიოტიერი და ნამდვილად ანალიზი გაგვიკეთები და საქართველოს ახლა შვეიცარია თუ არა ძალიან წამყვანი ასე ვთქვათ ეკონომიური ქვეყანა იქნებოდა. რეგიონში კი არა, საერთოდ ვიზახი სოფლიოში. პატარა ქვეყანა, მალე შეუძლიათ, ან მით უმეტეს ქართულ კაცს აქვს მაგის პოტენციალი, ყველანაირი დიდი პოტენციალი აქვს. გონებრივი, მაგრამ ეს გონებრივი პოტენციალი და ეს ამბიცია უნდა გამოვიყენოთ სწორად. მაგრამ ბუნებრივი რესურსებიც აქვს, ასე თუ ეხლა შეიძლება ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ სამაგიეროდ სხვა კლიმატური პირობები გვაქვს. ხო? ის რაც არ გვაქვს, ხო? იმაზე შეიძლება ვიყიდოთ, მაგალითად შეიძლება დაიხარჯოს ვარ. რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, ხო? ის უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ჩვენ ბუნებრივ პირობებს ბევრი ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ სამწუხაროდ ეს 25 წელი ვიყავით დაკავებული იმით, როგორ შეგვექოლა ერთმანეთი, როგორ გვესროლა ტყვია, როგორ გვეცემა ერთმანეთი, როგორ მიგვეკერებინა იარლიყები ერთმანეთისთვის, ამასთვის ვიყავით. ან კიდე ემიგრაციაში. ახლა გადავალ მაგ საკითხზე ემიგრანტებთან დაკავშირებით. მოკლედ ეს მინდოდა ესა ყოვლად მიუღებელი, საზოგადოების უნდა იყოს ყოვლად მიუღებელი, რომ თუ ვინმე გამოთქვა საპირისპირო აზრი და მით უმეტეს რუსეთი ოკუპანტია. ახლა ყოველთვის მესმის Facebook-ში. კი გასაგებია, ხო? ვიცით. ოკუპანტია თუ რა, ხო, ძალიან კარგად ეხლა ამას, ხო? ჯერ აქამდე არ მივსულიყავით. მიგვიყვანეს სხვადასხვა ძალებმა. აქამდე, ხო? გამოგვიყენეს როგორც სერი, როგორც ქვეყანა, გამოგვიყვანეს, როდესაც რუსეთში ფული კეთდებოდა და ქართველები ძალიან კარგად იყვნენ რუსეთში, მაგ მომენტში დაგვაპირისპირეს რუსეთთან. სხვებმა იშოვეს ფული, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა და ის რა ქვია, ებრაელებმა იშოვეს, ქართველები გვერდზე გადაწიეს. როდესაც წამყვანი ადგილი ეკავა ქართველებს რუსეთში, ხო? დაგვაპირისპირეს ეს ყველაფერი. და ეხლა გამოვდივართ და ყვირივართ, რომ ესე იგი რუსი ოკუპანტია, ხო, გასაგებია, როგორ უშველოთ ეხლა? როგორ მოვილაპარაკოთ იმ ოსებთან, აფხაზებთან, რუსებთან, რა გავაკეთოთ? ჩვენ კი გვიღის, რომ ესე იგი ეს ორი კუთხე, ძირძველი ქართული კუთხე იყოს დაკარგული? ნამდვილად არ გვიღის. როგორც არ უნდა საქართველოს
ნატოში შევიდეს, ევროპაში შევიდეს, ხო? ამ ფასად, ხო? არ უნდა შევიდეს. ამ ფასად. ჩვენ არ გვიღის, ეს არანაირად არ გვიღის. ეგეთიკაც არ გვიღება, საქმე ის არის. თორე მიღება რო ზდომოდათ, ხო? აქამდე მიგვიღებდნენ და აქამდე მოვაგვარებდით იმ საკითხებს. როდესაც 90-იან წლებში რუსეთი ნამდვილად იყო დაშლის პირას და შეგვეძლო ამაზე, ესე იგი, რაღაც მოქმედებები გაგვუკეთებინა და რაღაც წინ წამოსულიყავით და თვითონ აფხაზები და ოსები, ესე იგი, ზდომებოდათ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლა, ხო? თუ რუსეთში რატომ უნდათ შესვლა? იმიტომ იქ ხედავენ კეთილდღეობას. რატო დაგვაპირისპირეს ოსები და აფხაზები? იქ ხედავენ კეთილდღეობას. სანამ ომი იქნებოდა 2008 წლამდე ერთ-ერთ ტელევიზიაში 2006 წელი იყო თუ 7 წელია ზუსტად ვერ გეტყვით ვერ მახსოვს ერთი ოსი იძახდა იმას რომ აბა რატო შემოვიდოდო თქვენ შემადგენლობაშიო რომ იქ თქვენო ისა 100 ლარი გაქვთ და ჩვენ $300 გვაქვსო პენსიაო ხო 100 ლარი ნუ განსხვავება არის ხოლმე ის ისე უყურებს ჩემო გარკვეულ რა უყოთ ახლა იმ ხალხს და ჩავხოცოთ დავხოცოთ ეგ გაუგეთოთ კი ვიცით ყველამ ძალიან კარგად ვიცით მტკიცება და ფიცი და მტკიცება ამას არ სჭირდება რომ ეს კუთხეები არის ძველი ძირძველი ქართული კუთხეები და ჩვენ ნამდვილად არ გვიღის ამის დაკარგვა არანაირ ფასად და ვინც გაყიდა ის ორი კუთხე და ის ნავთობსადენი და გაზსადენი გამოაყვანებინა, ხო? ესაც კარგად იცით. ამ ფასად დაგვიჯდა ეს. და ჩვენ ქართულმა ხალხმა რა მოიგო ამით? ნავთობსადენი კი მოდის იქა, იაფ გაზ და იაფ ნავთობს კი იღებს ევროპა, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ. ყველაფერი დავკარგეთ. ხო, ეს მინდოდა მეთქვა ამასთან დაკავშირებით. ახლა მესამე თემა არის, ესე იგი, ის რომ რა თქმა უნდა მისასალმებელია დიასპორის სამინისტრომ რომ მეორედ უკვე გააკეთა ეს შეკრება, ემიგრანტების შეკრება. ეს წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მე მილიონი წერილი მაქვს გაგზავნილი, სანამ დიასპორის სამინისტრო იქნებოდა იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა საელჩოში, პარლამენტში, რომ აუცილებელი არის მეთქი შეხვედრები დაინიშნოს ემიგრანტებთან, შეხვედრები ყველა წელიწადში ერთხელ მაინც შევხვდეთ გავცვალოთ ინფორმაციები, გავცვალოთ ჩვენი აზრები. ამაზე ბევრჯერ იყო მქონდა საუბარი და მე მგონი აქ ვინც იყო ელჩები საბერძნეთში დამეთანხმებიან. ერთ-ერთი მათგანი ირაკლი ახლა არ მინდა ეს რეკლამაც გაუკეთო ერთ-ერთი ელჩი რომელიც დამეპირისპირდა ამის გამო და 1000 ალიყები მომაწერა ხო და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია რომ წელიწადში ერთხელ მაინც მოხდეს ესე იგი ყველა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან ქართული დიასპორის შეკრება მაგრამ მე მინდა ახლა კიდე შემდეგში ესე კვირიკაშვილი გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ამ შეხვედრაზე რა თქმა უნდა ძალიან კარგია რომ გამოთქვა ეს მოსაზრება რომ ჩვენ ქართველები ვართ მცირერიცხოვანი ასეთ პირდაპირ ასეთ ციტირებას ვახდენ ესე იგი რომ ქართველები ვართ და შეიძლება ჩვენი ერთმანეთის დაპირისპირება და ესე იგი ერთმანეთის ჩაწიფვა და ასე თქვა ესენი გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა ხო რა თქმა უნდა რა შეიძლება ეს ახალი რამე კი არა და მithumetes ემიგრაციაში ხარ უცხო ქვეყანაში ხარ კაპიტალიზმში და სამწუხაროდ ძალიან ბევრს არ წაუკითხია კაპიტალი
რა არის კაპიტალი, რა არის კაპიტალიზმი, რა არის ბურჟუაზია, როგორ ცხოვრობენ, როგორ მოქმედებენ. საამბოსაც უკითხია, როგორ კეთდება, რა ინტერესებია კაპიტალში. ნუ ფული კაპიტალი და ფული ესაა ინტერესი. და აქ როდესაც მოხვდით, რას ნიშნავს კაპიტალიზმი? ესაა ჯუნგლები. ჯუნგლები და ჯუნგლებზე შეიძლება უარესიც, რომლებიც მოქმედებენ ყველანაირი მეთოდებით. და შენ სარელახელებით ჩამოხვედი, ესე იგი, და უპირისპირდები ამ ყველაფერს. როგორ უნდა გადალახო? ერთობით უნდა გადაილახოს ეს ყველაფერი. ჯუნგლებშიც არიან ცხოველთა ჯგუფები, რომლებიც ჯგუფურად ცხოვრობენ, რომ გადაერჩინონ თავი, გლები ჯგუფურად ცხოვრობენ და სხვადასხვა ჯგუფურად ცხოვრობენ, ესე იგი, რომ თავი გადაერჩინონ, რომ გადარჩნენ, ხო, საჭიროა ჯგუფურად ერთად ყოფნა. მაგრამ ეხლა მე ეს ძალიან კარგია რომ თქვა და ყველაფერი, მაგრამ მე რატომ ვამახვილებ ამაზე ესე იგი ყურადღებას, რომ ეს უკვე ხო არის დაგვიანებული. ჩვენ ვართ შესული ფაზაში, რომ ქართული დიასპორა არის ძალიან ერთმანეთში დაპირისპირებული, ყველგან დაპირისპირებულია, ესე იგი სამტრო სასიცოცხლოთაა დაპირისპირებული. და ეს არის იმის ბრალი, რომ თავის დროზე ჩვენ არ მივხედეთ ემიგრაციას. ისევე როგორც თავის დროზე არ მივხედეთ ოცეს და აფხაზეთს. თავის დროზე არ მივხედეთ საზოგადოებას. ხო და ეს უკვე ხო პროცესი არის თითქმის შეუჩერებელი. მე არ ვიცი და ამაზე პასუხისმგებელი თუ კვირიკაშვილს უნდა და ნამდვილად გულით უნდა და სურს ის რაც თქვა რომ განხორციელდეს, ხო? აუცილებლად თუ და მოეთხოვოს პასუხები წინამთავრობებს. დაწყებული შევარდნაძის მთავრობიდან დამთავრებული დღევანდელ მთავრობამდე. რომ რატომ არ გაკეტა ანგარიში, ყოველწლიური ანგარიში უნდა იყოს ჩაბარებული. რომ რა კეთდება და რატომ არ გაკეთდა. მარტო მაშინ მივახცევთ მიზანს და თუ ჩვენ წავალთ იმ გზით, რომ ანგარიში იქნება ჩაბარებული, ახლა არის ლაპარაკი იმაზეც ისაუბრა, რა თქმა უნდა, რომ ქართული სახლების, რა თქმა უნდა, მნიშვნელობაზე. გამარჯობა. სად იყავით თქვენ ამდენი ხანი? კვირიკაშვილი თუ ვინც არ უნდა იყოს, ახლა მინისტრი და რაღაცა, ხო? ამაზე წლების წინ მქონდა საუბარი, რომ აუცილებელი იყო ქართული სახლების ჩამოყალიბება. და იქ ერთიანი ყველაფერი, ყველასფეროს მოცემული ყოფილიყო ყველასფერო იმ ქართულ სახლში. და ეხლა როდესაც მავანი და მავანი ბიზნესში შევიდა, რაღაც იქ საზოგადოებრივ რაღაცებს აწარმოებს და რაღაც სხვადასხვა რაღაც ჯგუფები და დაჯგუფებები და ისინი შექმნა. შენ ახლა მაგ ქართულ სახლში შემოიყვა? იმიტომ ის ორ კაპიკს შოულობს უკვე ამით, იგერეშია საქმე. თქვენ მიეცით მაგის საშუალება. პატარა თან ეს არის, ორი დიდი ფულს კი შოულობენ და რაღაც. მე თქვა, კაც დიდი ფული ეშოვათ და რაღაც პრეზიდენტი იქნა, რაღაც, მაგრამ პატარა ფულზე იყიდებიან. მე დასაწყისში ვეუთხარი, როდესაც თესალონიკში იქნებოდა სათვისტომო, უთხარი, თუ გაიყიდებით, ცოტა ზურგად გაიყიდეთ. იაფად მოიყიდებით, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი აღმოჩნდა, რომ ძალიან იაფად იყიდება. და სად ეძებთ, მოიცა, ხარდამჭერებს, რაღაც დასაყრდენებს, რაღაც სად ეძებთ, აი, როდესაც შიგნით იყიდებიან ძალიან იაფად. და ეხლა კვირიკაშვილი თუ მოაგვარებს იმას, რომ ამ დაჯგუფებებთან მოილაპარაკებს, ან რაღაცას
ნუ არსებობს რაღაც გეგმები, რომ ეს ყველაფერი მოექცეს ერთიან ქართულ სახში, ხო? კი ბატონო. აქ არა ლაპარაკი, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მინდის სახელმწიფო ცხოვრებაზე, ერის ცხოვრებაზე. აქ არა ერთ და ორ პიროვნებაზე. აქაა ლაპარაკი თლიანად პროცესზეა. რომ პროცესი უნდა წავიდეს, ამას უნდა გქონდეს თავისი ყველაფერი შიგნით. ის სიმღერას, ის ქართულისაც, ის ცეკვაც, სწავლებას, ბიზნეს წეღანაცად აქვს კაპიტალიზმში ცხოვრობთ. უნდა გახვიდე, უნდა გაიშალო. თუ ჩაიკეტე და მე კარგად ვღერი ვარ, იმღერე, ხო, მე შემდეგში რა. კარგად ცეკვავ, კი ბატონო, ხაიცეკვე. ან კაისვენ მე შემდეგში. შემდეგში ვისაში სჭირდებით? არავის არაფერში არ სჭირდებით, ვერ გაიგითხავ, ხო? თავრობას არ სჭირდებოდი წლების განმავლობაში. წლების განმავლობაში, ხო, არ სჭირდებოდი საერთოდ მიგდებული იყო ემიგრაცია. მარტო იყო მოისა წარმოდგენილი ქონათ, რომ ემიგრაცია არის კაის ესე იგი დაზგა რა, ფულის საჭირელი მანქანა, ქარხანა, აღაზე ავაშავთ საქართველოში ქარხანა, აგე წავიდნენ იმუშავა და გამოგზავნენ ფული და ბიუჯეტი შეამცო. ასეთი მიდგომები ქონდა. ხო და ეხლა ამის შემდეგ არ ვიცი მე, რა თქმა უნდა, კაი წამოწყება და კარგი სიტყვების თქვა კვირიკაშვილმა და ეს ქართულ სახსაც მივესალმე, მაგრამ საქმე უნდა ვნახოთ. ეს არა მარტო სიტყვები წამოვისვათ და თქვით და რაღაცა. ეს ჩვენ თვითონ საზოგადოებას, თვითონ ემიგრაციას უნდა გაგვეკეთებინა წლების განმავლობაში. მაგრამ უსუსურები და უნიათოები აღმოჩნდით. ეს ერთი და მეორე კიდე, როდესაც ვითხოვდით სახელმწიფოსგან დახმარებას, სახელმწიფოსაც არ აინტერესებდა საერთოდ. და რომ მკითხო, ის აფხაზეთს და ოსეთს იბრუნებდა სამაჩაბლოს. როგორ იბრუნებდა? როცა არ გაინტერესებს შენი მოქალაქე, შენი ქვეყანა, განვითარება არ გაინტერესებს. შენი მოქალაქის, ხო? განვითარება არ გაინტერესებს. იქ იყო მარტო მithumedes 90-იან წლებში და შემდგომშიც ბიზნეს წილების გადანაწილებაზე, სახელმწიფო ქონების დატაცებაზე და ამას ემსახურებოდა ქართული კაცი. და უნდა გვეწყინოთ, ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე პირისპირ და უნდა ვისაუბროთ ამაზე. თუ გვინდა გამოვსწორდეთ და გამოვასწოროთ და ცოტა ფეხზე დადგეს ჩვენი ქვეყანა. მოგეთ არ ვიცი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მე რა თქმა უნდა, მაგიტო წლებია მე არ ვეკარები, არც არ მივდივარ. აქ შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, მეც ვიყავი დაპატიჟებული დიასპორის ყრილობაზე. მაგრამ არ წავედი. და კიდე სხვა შეხვედრებზეც არ წავედი, იმიტომ რომ მე მინდა ნაბიჯები დავინახო. ეს შეხვედრისთვის უბრალოდ და იქ რაღაც თანხების გამოყოფა და ხალხს აუფაროთ, რომ აი ჩვენ ამას ვაკეთებთ რაღაცა, ეს საკმარისია უკვე. საკმარისი კი წეგანაცად დაგვიანებული არ შეიძლება, ეს დანაშაულია. ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები, ეს ხალხის თანხაა. ერის თანხაა ესა. და იმის მაგალითად რომ განვითარებას მოხმარდეს, ხმარდება რაღაც უბრალოდ ჯერჯერობით ყრილობებს. ნახოთ. დიდი მადლობა.